პროტესტის მიზეზი ხდება დოლიძის ქუჩაზე დაწყებული მშენებლობა 61 სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები პედაგოგების უკმაყოფილებას იწვევს. მასწავლებლების ვარაუდით რეაბილიტაციის შემდეგ შენობა პროფილს შეიცვლის. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ განათლების სამინისტროში, სადაც დღეს მოაბის გადამღებ ჯგუფს სასწავლებლის წინასწარი სარეაბილიტაციო პროექტიც უჩვენეს. სალომე სონიშვილი დეტალებით. 61 საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილი სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს აპროტესტებს. მასწავლებლების ინფორმაციით არსებობს საშიშროება აღნიშნულმა ობიექტმა სასწავლებლის ფუნქცია დაკარგოს. დღესაც არ ვიცით რა ხდება, შენდება თუ არა 61 საჯარო სკოლა, ვიყავი სამინისტროში, მინდოდა ქალბატონ მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ ვერ შევხვდი. შენობაში მეშვიდე მუსიკალური სკოლაც ფუნქციონირებს. სასწავლებლის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ახალ შენობაში მათთვის ფართი აღარ გამოიყოფა. მასწავლებლები განათლების სამინისტროსგან გარანტიას ითხოვენ, რომ სკოლა პროფილს არ შეიცვლის. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ როდესაც აშენდება ახალი შენობა აქ, მოიაზრებოდეს ჩვენთვის ფართი. რა თქმა უნდა, მერიას მივმართეთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს სურვილს. 61 საჯარო სკოლის პედაგოგებს განათლების სამინისტრო პასუხობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მასწავლებლები არასწორ ინფორმაციას ფლობენ და სასწავლებლისთვის ფუნქციის შეცვლა არ იგეგმება. მინისტრის თქმით, სკოლის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. ეს იყო სკოლა, რომელიც იყო იმდენად დაზიანებული, რომ საჭიროებდა ახალი კორპუსის მშენებლობას, რაც ხორციელდება, მიმდინარეობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაშინ პირიქით გვერდში უნდა დაგვიდნენ, იმიტომ რომ ყველას ინტერესს წარმოადგენს და პირველ რიგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინტერესს. 61 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განათლების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სააგენტოს არქიტექტურულ სამსახურს 3 თვის წინ დაუკვეთა. პროექტს საბოლოო სახე 2 თვეში მიეცემა. 61 საჯარო სკოლის პროექტი დაგვკვეთა განათლების სამინისტრო, შეთანხმდა საპროექტო დავალება და საპროექტო დავალების საფუძველზე დაიწყო პროექტირება დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში. 2 თვე ჭირდება დაახლოებით ამ პროექტის სრულყოფილ ფორმამდე მიყვანას, რასაც ვასრულებთ ეტაპობრივად და წელს აუცილებლად აიტვირთება ტენდერზე. 61 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე მოსწავლეები დროებით ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში გადაანაწილეს.